მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ქართული იარაღის მუზეუმის ბიბლიოთეკა მინდა გაგიზიაროთ და რა მინდა გითხრათ, რომ იარაღზე წიგნები ქართულად არის ძალიან იშვიათი. და ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ქართული იარაღზე ეს არის წურწუმიას კვლევა. ძალიან იშვიათი წიგნია. სულ შემთხვევით ჩამივარდა ბუკინისტებისგან ხელში და დიდი მადლობა, მაგრამ ეხლა რა არის აქ? აქ არის ძალიან სერიოზული კვლევები და აქ არის აი სიტყვაზე როგორ გამოიყურება ქართული მუზარადი, აქ არის ქართული ჯაჭვები, ასევე არის შუბები, ლახტები, როგორი იყო ქართული ხმლები, აი სამკლავეები მაგალითად, ხო? და მოკლედ ალბათ იცით რომ ერთი სამკლავე მუზეუმში გამოფენილი გვაქვს ჩვენ, როგორ გამოიყურებოდა ხმლები, კაბიანი ხმლები და ალბათ იცით რომ ძალიან კარგი გამოფენა არის მოწყობილი მესამე სართულზე ქარვასლაში. მოკლედ მოგბრძანდით, ვისაც გაინტერესებთ. აი გახედეთ გურზები და ლახტები როგორ გამოიყურება. აი ეს არის ერთი არის გამოფენილი სხვათა შორის მუზეუმში. აი ამ ტიპის. მოკლედ აი ეს წიგნი საერთოდ ცალკე ვიდეოს და ცალკე განხილვას საჭიროებს. მაგრამ გადავიდეთ შემდეგ წიგნზე. საქართველოს ეთნოგრაფიის მასალები ასევე არსებობს მუზეუმის მასალები და აქ არის ესეთი ძალიან საინტერესო სტატია ხევსურული აბჯარი. ანუ ხევსურული აბჯარში შედის აქ არა მარტო მაგალითად ხმალი ხანჯალი, არამედ აი ღაჯიები, ძალიან საინტერესო მასალა არის, აი საპირისწამლე, ხანჯლები, შურდულები სხვათა შორის, აი ფეხის საცავები და ფარები. და როგორ განსხვავდება სხვათა შორის აი ფეხასმელებიც კი არის აქ. მოკლედ ძალიან საინტერესო მასალა არის ეს, აი ეს წიგნი, აი მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის მეცხრე ტომი, რა. ძალიან საინტერესო წიგნი არის ეს. თუ შეხვდებით ბუკინისტებთან არის ხოლმე და ძალიან მოკლედ, ძალიან კარგად არის აღწერილი ქართული იარაღი, მუზარადები, მოკლედ ძალიან საინტერესო არის ასევე ზარბაზნებზეც წერია, სხვათა შორის აი ხმლებზეც არის რაღაც, აი ეს არის ასევე თოფებზე, თუმცა ძალიან მცირე ინფორმაცია, ციხესიმაგრეებზეც არის. ძალიან საინტერესო წიგნია. მოკლედ შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის საკითხები. საინტერესო წიგნია, გირჩევთ, რავი, ვისაც შეხვდებით. ეხლა გადავიდეთ ისეთ იარაღზე, რომელიც ისეთ წიგნებზე, რომელიც შემთხვევით შეხვდა, ან გვაჩუქეს, ან ვიყიდეთ. ახლა ეს წიგნი ვიყიდეთ ინგლისში, აი შოტლანდიაში, გლაზგოში ვიყიდეს, მეგობარმა გვიყიდა, ჩამოგვიტანა, ძალიან საინტერესოა იარაღის განვითარება ცეცხლსასროლი, ანუ კაჟიან ჩახმახიანი როგორ ვითარდებოდა, ალბათ ხო ხვდებით. ჩემთვის მთავარი კვლევის ინტერესი არის ეს ბაიონეტები, ანუ ხიშტები, ჩახმახიანი თოფები და აქ რაინდებზეც წერია ცოტა. მაგრამ ძალიან სერიოზული წიგნია, როგორ ვითარდებოდა საერთოდ ცეცხლსასროლი იარაღი, ვიდრე გაჩნდებოდა ტყვია. ძალიან სერიოზული ტყვია და წიგნია და მოკლედ ეს წიგნი შეემატა ჩვენ ქართული იარაღის გამოფენას. ასევე აი ესეთი ბროშურებია, სერიოზული ინგლისური 64 წლის და აქაც არის ეს აი ესეთი ხმლებზეა სტატიები, ასევე არის სტატიები აი უზანგებზე და მოკლედ აქ არის სტატიები რა ქვია დეზებზე. დეზები ძალიან იშვიათია საქართველოს. საპირისწამლეებზეა და მოკლედ ძალიან საინტერესო აი თოფებზეა, ჩახმახებზე არის. შემდეგი ძალიან საინტერესო წიგნი არის აი ეს წიგნი. სერიოზულად, სკრუპულოზულად არის განხილული თოფის კონდახები, აი ახლოს თუ შეიძლება. ჩემი ასისტენტი, ჩემი ძმისშვილი ალექსანდრე ნასარიძე, აი გახედეთ, აი ეს არის ტყვიები. მე არის აქ როგორი იყო ტყვიები, როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა. მე არის კონდახები, რა ტიპის კონდახები იყო რევოლვერებზე, თოფებზე. მოკლედ სერიოზული მასალა, როგორი კუთხეებით, კუთხეებში სხვადასხვა ტიპები და განვითარებები იყო. ჩახმახებში რა განვითარებებია და კავკასიურ ჩახმახზეც, ანუ ესპანურ ჩახმახზეცაა, მიკელეტის ჩახმახზე აქ საუბარი. და ძალიან საინტერესო გარდამავალი პერიოდია. სხვათა შორის მუზეუმში ასევე ის გარდამავალი პერიოდი არის გამოფენილი, აი გახედეთ
როგორი ტიპის იარაღია, ძალიან სერიოზული წიგნია. ალბათ ამ ერთ ვიდეოში მე ვერც მოვასწრებ ყველაფრის ამ წიგნების თქვენთვის დემონსტრირებას. ეხლა უყურეთ აქ რა არის. აქ არის რამოდენიმე თურქული ტოპი და ასევე არის ძალიან საინტერესო გარდამავალი აი ეს არის თურქული ტოპები, ქართული ტოპები გავს, ოღონდ ჩვენ თქმა უნდა სერიოზული განსხვავებები გვაქვს, ანუ ჩვენ თითის დამცავი რა გვაქვს, კონდახი რა გვაქვს და უყურეთ, აი აქ არის გარდამავალი პერიოდის კაჟიანი ჩახმახი გადაკეთებული კაფსულაზე. ესეთივე ჩახმახი არსებობს საქართველოში და გამოფენილია ქარვასლაში და მოგზაურით ნახეთ. შემდეგი წიგნი და ალბათ ჯობია მე ვიდეო გავყოთ ორად და დანარჩენი წიგნების შემდეგ მოვიხსენიოთ. ეს წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. გვაჩუქეს მუზეუმს, შემოგვწირეს და აქ აი როგორ თქვა, აი ძალიან სერიოზულად არის განხილული ტოპის სხვადასხვა ტიპი. ისეთი ტოპებიც არის, რომელიც საერთოდ არც კი ვიცოდი რომ არსებობდა, ანუ მექანიზმში განსხვავებზეა საუბარი. სერიოზული ლიტერატურა, ძალიან სერიოზული. აი უყურეთ, აი აქ იდება მავთული, არც კაფსულა, არც არაფერი. მავთულში არის მოკლედ ანთება სპეციალური აალება ხდება სხვანაირი. აი ეს მექანიზმი მე გავიცანი დაახლოებით 2 თვის წინ. აქამდე არ ვიცოდი, ძალიან საინტერესო და ასევე არის აქ ძალიან კარგად აღწერილი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტოპი, რომელიც მუზეუმში არის გამოფენილი და მინდა გაჩვენოთ. აი უყურეთ როგორი მაღალი ხარისხის პოლიგრაფია, გახედეთ, აი ესეთი წიგნები, აი ასეთ წიგნებზე მე ვოცნებობდი, როცა ვიწყებდი მუზეუმს და აი გახედეთ, აი ეს არის 1812, 1862, 1866, 70, 99 და უკვე თქვია, როდესაც იდება 1900 წელი, აი ზუავები გახედეთ. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ლიტერატურა, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან საინტერესო მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს მუზეუმში და აი ეს არის სნაიდერის ტოპი გვაქვს ჩვენ რო იცოდეთ, ეს უკვე ძალიან იშვიათი ტოპია გამოფენილი. აი ახლოს თუ შეიძლება, აი ეს ტოპი ჩვენ გვაქვს მუზეუმში. საქართველოში არ ვიცი რამდენი ერთ-ერთი დამბაჩა მინახი ამ მექანიზმზე. შეიძლება 2-3 იყოს საქართველოში კერძო კოლექციებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მუზეუმში მოხვიდეთ და სურათები გადაიღოთ. მოდით მე ამ ვიდეოს გავწყვიტავ და მეორე ნაწილს გადავიღებთ უკვე ცალკე თქვენთვის.